ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების გამო ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა. ხალხი იძულებული გახდა ოჯახებთან ერთად სამშობლო დაეტოვებინა და ევროპაში უკეთესი პირობების საძიებლად წასულიყო. ახლა პალესტინელები ჩრდილოეთ საფრანგეთის ტყეებში გადარჩენისთვის იბრძვიან. მათ საკვებიც კი არ აქვთ. ერთ-ერთი პალესტინელი მიგრანტი კასიმი დიდ ბრიტანეთში ფეხით ჩასვლას ცდილობს. როდესაც 2014 წელს ღაზაში, შუჯაიას უბანში სახლი დამიბომბეს, ოჯახის ყველა წევრი დავკარგე. კომაში ჩავარდი. ეგვიპტეში, კაიროში გადამიყვანეს. ერთი თვის შემდეგ კომიდან გამოვედი და მკურნალობა ჩამიტარდა. შემდეგ მეგობრებთან ერთად იემენში გავემგზავრე. მაგრამ პრობლემები იქაც იყო. იმის გამო რომ დოკუმენტები დავკარგე, იძულებული ვიყავი იქ მეცხოვრა. მეუღლეც იქ გავიცანი. ომის რთული პირობების, შიმშილისა და სკოლების ნაკლებობის მიუხედავად, ცხოვრება იქ გავაგრძელე. მოგვიანებით ვიპოვე გზა, რათა ჩემი ოჯახის მომავალი უზრუნველყო და აქ უსაფრთხოდ წამოსულიყავი. თურქეთისა და საბერძნეთის გავლით საფრანგეთში ჩამოვედი. სურს დიდ ბრიტანეთში ჩავიდე და ცხოვრება იქ გავაგრძელო. იმის გამო რომ მიგრანტებს შესაბამისი დოკუმენტები არ აქვთ, გზის ფეხით გავლა უწევთ. ხანდახან ნავებითაც გზავრობენ, რაც უსაფრთხო სულაც არაა და ხშირად ტრაგედიით სრულდება. გზაში შესაძლოა სამართალდამცველებმაც დააკავონ. თუმცა სამი შვილის დედას, უმის, რომელიც კენიიდანაა, სხვა გზა არ აქვს. It's dangerous. დიახ, ვიცით რომ საშიშია, ვიცით, მაგრამ რა ვქნათ? აქ არც ოჯახი გვყავს, არც სამსახური გვაქვს, არც ფული და არც საცხოვრებელი. ნერვიულობთ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ზოგიერთ ქვეყანაში სხვადასხვა კოლექტივი მიგრანტებს ფარულ დახმარებასაც უწევს. ისინი მათ საკვებით, ტანსაცმლითა და ზოგჯერ დროებითი თავშესაფრითაც უზრუნველყოფენ. ეს ხალხი მიგრანტების რთულ ცხოვრებას მცირედით მაინც ამსუბუქებს. ხანდახან ვიღებთ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად დიდ სირთულეებს აწყდებიან, ან ოჯახებს, რომლებმაც რთული გზა გამოიარეს. ჩვენ ვთავაზობთ დროების თავშესაფარს, 1, 2 ან 3 ღამით. ზოგჯერ მხოლოდ დღისით. შევქმნით მოქალაქე მასპინძელთა ქსელი. ეს სოლიდარობაზე დაფუძნებული სისტემაა, რომელიც ამ საჭიროებებს დააკმაყოფილებს. დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მონაცემებით 2025 წლის პირველ ნახევარში საზღვარი 20,000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, რაც 2024 წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ მეტია.